მოგესალმებით. დღეს არის 6 მაისი, გიორგობა. გილოცავთ ყველა სამშვენიერ დღესასწაულს, რომელიც ქართველებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ასევე გილოცავთ იმ გადასარევ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს დაუჭირა მხარი საქართველოს ხალხის, ქართული საზოგადოების მხარდამჭერ მეგობარი აქტს. ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა, ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ, ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში სიკეთის მხარე დაიჭირა. თქვენ უყურებთ პოდკასტს კულტურა ავტორიტარიზმის მიჯნაზე, მე ვარ ნინო გოგინაშვილი და ჩვენი მესამე ეპიზოდის სტუმარია, რომელთან ერთადაც გავეტარებთ უახლოეს 50 წუთს ან ცოტა მეტს, ისტორიის დოქტორი, კულტურის მკვლევარი, პროფესორი ვანო წერეთელი. მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით ნინო, უერთდები თქვენს მილოცვას, იმიტომ რომ ეს ერთგვარად სიმბოლური და ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი წარსულისთვის და ჩვენი მომავლისთვის და მე მგონი ძალიან ახლოს არის იმ თემებთან, რაზეც ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ. მეც ასე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და იმ თემებთან ახლოს ყოფის საკითხია და პირველ რიგში უღმესი მადლობა, რომ ჩვენი პოდკასტის სტუმარი ხარ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეპიზოდი გამორჩეულად საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. პირველივე კითხვა, ცოტა ესეთი მძიმე კითხვით დავიწყებთ. ჩვენ საუბრობთ კულტურაზე, ავტორიტარიზმის მიჯნაზე და როგორ ვასაბუთებთ ქართველები, რომ ჩვენ ვეკუთვნით დასავლურ კულტურას და ჩვენ ვენათესავებით ჩვენი კულტურით დასავლურ სამყაროს. რატომ ვართ ევროპელები? ხო, დიდი მადლობა კითხვისთვისაც და შესაძლებლობისთვისაც, რომ ამაზე რაღაცნაირად ვისაუბროთ. თან არაპოლიტიკურ პლატფორმიდან, ასე ვთქვათ, უფრო თავისუფლად ახლა ამ საუბარში. იცით რა, ამ კითხვას ბევრი პლასტი აქვს რა და მე პრინციპში მოდი დავიწყებ საუბრით იმის, რომ ეს კითხვა დაიბადა და გაჩნდა მაშინვე, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი დავიწყეთ, აი ბოლოს, როდესაც გააქტიურდა, იმას გულისხმობ, თორე ეს კითხვა მუდმივად არსებობს, იმიტომ რომ უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, აი ზოგად კითხვას, ვინ ვართ ჩვენ? ანუ ვინ ვარ მე? ანუ ადამიანის თავარი კითხვა ხო ეს არის, რომ დაწყებული ანტიკური სამყაროდან, რომ ოსკეტე იფსუმ შეიცან თავი შენი, სადაც თავარი კითხვა ადამიანისთვის სწორედ ეს არის. ანუ რაღაც თვალსაზრისით, როდესაც დასავლეთზე ვლაპარაკობთ, აი ეს კითხვა ამ დასავლელობის და დასავლეთურობის საფუძველი შეიძლება იყოს, ხო? იმიტომ რომ ერთ-ერთ თავარ ტაძარზე იყო და არასდროს დაუკარგავს მნიშვნელობას. ანუ ამის პასუხები პირდაპირ კავშირში არის იდენტობასთან. ეს იდენტობა არის მრავალშრიანი და მრავალმხრივი, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ერთ ძალიან კონკრეტულ მიმართულებაზე იდენტობის, იმიტომ რომ ადამიანი ყველაფერს მიაკუთვნებს საკუთარ თავს, ხო? ჩვენი აი აგერ მე და თქვენ შეხედვართ აქ რაღაცა საერთო იდენტობა გვაგვაჩნია, ეს პოლიტიკას უკავშირდება თუ ასე შემდეგ. მაგრამ თავარი კითხვა ამ შემთხვევაში ვინ ვარ მე არის აი სწორედ ეს კულტურულ ცივილიზაციური მოცემულობაზე ვლაპარაკობთ ამას, თუმცა ამ ორ ტერმინს შორისაც შეიძლება რაღაც საზღვარი დაიდოს. თუმცა მოდი ჯერ როგორც საერთო მნიშვნელობის ტერმინებზე ისე ვილაპარაკოთ და მე შეიძლება რომ ჩავშალოთ. რატომ იცით? იმიტომ რომ და მესამეც არსებობს ამ თვალსაზრისით, ეს არის წმინდა პოლიტიკური, ანუ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ აი საქართველოს ორიენტაცია აღებული აქვს დასავლეთისკენ, ეს უფრო მისი პოლიტიკური განმარტებაა და არა მისი ცივილიზაციურ კულტურული, იმიტომ რომ ცივილიზაციურ კულტურულს ორიენტაცია არ უხდება სიტყვა. დასაკვირველია და თან რაღაც უფრო კომპლექსურია. არა, ნახეთ, მოცემულობაა რა, ნუ ეს ერთგვარად არის განსაზღვრული ბედით, დაბადებით, ანუ რომელსაც ჩვენ ვერ საზღვრავ. ანუ კულტურულ ცივილიზაციური არჩევანი შესაძლებელია იყოს რაღაც ეპოქები და შეიძლება ამასაც შევეხოთ ჩვენ, როდესაც აი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურულ ცივილიზაციური მოცემულობები ერთმანეთს გაუსწრებ, ხო? შეიძლება, რა თქმა უნდა, აი მაგალითად შეიძლება ირანის პერიოდში, როდესაც ჩვენ ვცდილობდით ირანთან ურთიერთობების მარტო ირანი როცა იყო ჩვენ 13 ან მონღოლებთან ან ამ შემდეგ ეს მოცემულობა იყო ისტორიული, სხვა პოლიტიკური არჩევანი ჩვენ არ გქონდა და თქვა გიორგი ბრწყინვალემ გადასარევად დაალაგა პოლიტიკური ურთიერთობები მონღოლებთან. მიუხედავად იმისა, რომ ის თავს კულტურულ ცივილიზაციურ ერთობად არ მიაკუთვნებდა, რა თქმა უნდა და ის იყო ქრისტიანი მეფე, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენელი და მოკლედ ამაზეც ვისაუბრეთ. მაგრამ აი თუ კი ქრისტიანობას ვახსენებ და მოდი ეს დავხტივა რაკეთიქით, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ასევე დასავლურობის, ანუ რატომ ხარ შენ აი ამ პასუხი კითხვაზე რატომ ვარ მე დასავლელი, აი მე ვარ ევროპელი, ხო, რაღაც ასე ვთქვი. ეს არის რელიგია. ხო, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც ქართველებმა, მოდი ესე უწოდოთ მაინც, შეიძლება მაშინ ასე პირდაპირ ასე თქმა შეიძლება, ხო, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც მე რაღაც ქართველები. ის შემდგომ უკვე საქართველოს ჩამოვიდა. ამ ხალხმა მაშინ გადაწყვიტა,
ესე ვთქვათ, ჯერ ესე მარტივად, რომ ქრისტიანობა უნდა ყოფილიყო ამ ქვეყნის, ამ ხალხის რელიგია, მათი რელიგია. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივი გადაწყვეტა, რომ ეს ავიღო თუ ეს ავიღო რელიგიათ, ასე მარტივი არ არის. ამას წინაპირობები ჭირდება. აი ეს წინაპირობებია კიდევ ასევე ის, რომ ქრისტიანობის რელიგიათ აღიარებამდე მიგვიყვანა. ანუ ერთგვარად ჩვენ აქაც ვემთხოვით იმ ევროპას და დასავლეთს, იმიტომ რომ ამ დასავლეთსაც, რომელიც განსაზღვრულია ძირითადად ქრისტიანული რელიგიით, ასევე წინაპირობათაც ჰქონდა, მაგალითად იგივე ის ანტიკური ხანა. რაღაცა თავის ელინიზმით და ყველაფრით, რომელმაც ჩამოაყალიბა საფუძვლები და საძირკვლები იმისათვის, რომ ეს სივრცე მერე ქრისტიანულ სივრცედ ქცეულიყო. რა თქმა უნდა, ანდრეჟიც აქვს მერე ცნობილი გამონათქვამი, რომ ვინც თავს იკლავს, ის საკუთარ თავში ატარებს სიკვდილს. ვინც ქრისტეს აღიარებს, ის უკვე ატარებს საკუთარ თავში ქრისტეს და აი მაგალითად თუნდაც რომ ჩახედო კი, ანუ ადამიანის არჩევანი განაპირობებს და გამოხატავს კიდეც იმას, რაც აქვს მას შინაგანი მისწრაფება, საითაც მიდის. რა თქმა უნდა, როგორღაც შეიძლება იმაზე საუბარი, მე რა თქმა უნდა მასობრივ დონეზე არა, მაგრამ ქრისტიანობის მქადაგებელ მამებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, რაღაცნაირად გარკვეულ ნაწილში საზოგადოების ეს საზოგადოება მზად დახვდა იმისთვის, რომ ქრისტიანობა მიეღოთ. ამაზეა საუბარი. ანუ მე ამას ზემოდან ქვემოთ მივყევი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჩვენ ისტორიულმა პერიპეტიებმა გამოგვატოვებინა, ბევრი რამ ისეთი რამაც დასავლეთის და ევროპის საბოლოოდ ჩამოყალიბების იმ სახით რა დღესაც არის ავწდით ამას, ხო, ну რაღაც იგივე მონღოლები ვახსენეთ რაღაც ეს აღმოსავლური კარჩაკეტილობა, ხო, ისლამური კარჩაკეტილობა დიდი პერიოდი სწორედ აქ გავატარეთ, ავწდით იმ რაღაცეებს, რაც ევროპაში მოხდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არსებობს აი ყველაზე მყარი საფუძვლები, რამაც ევროპად ჩამოაყალიბა, ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის როგორც თვითახკმა, ასევე შესაძლებელია იმაზე საუბარიც, რომ ისინიც ასე აღვიქვამდნენ, ანუ რას გულისხმობ, საბოლოო ჯამში თუ ლაპარაკობთ თანამედროვე ევროპაზე, ეს ედრება რომს, ხო, რომის იმპერიას, ანუ ის ქვეყნებიც, ის ერებიც, რომლებიც დღეს კი, მათი მხრიდან ეს შემთხვევითი არ იყო, რომ მოვიდნენ და მაინც ქრისტიანობის გავრცელება დაიწყეს, ხო, ამ ტერიტორიაზე. იქაც ეს ინტერესი ორმხრივია. თან ჩვენ გაგვიმართლა მაშინ იმ პერიოდში, რატომ? იმიტომ რომ რომის მეორე რომ ანუ კონსტანტინოპოლისკენ ჩვენს აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლა, სანამ ერე საბოლოოდ გაიყოფოდა ორ ნაწილად ეს და მერე დასავლეთ ევროპა, ასე ვთქვათ, რასაც დასავლეთ ევროპა ქვია, იმის ჩამოყალიბება დაიწყებოდა. მანამდე აი ამ იმპერიამ, რომელიც არის ერთ-ერთი კიდევ საფუძველი თანამედროვე ევროპული კულტურის განსაზღვრის, გადმოინაცვლა აქეთ კონსტანტინოპოლს გულისხმობდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სივრცე, კულტურული სივრცე სწორედ ეს იყო, სადაც ჩვენ საკუთარ ნათესავად აღვიქვამდით სწორედ აი ამ სამყაროს და ამის დადასტურებები ხა დიდ წიაღსვლებს არ დავიწყებ, თუმცა აი მაგალითად ჰაგიოგრაფია არის. სადაც ნუ შავით თეთრზე წერია, რომ ამასა ქვეყნისას, ანუ ქართველები თავს აღიქვამდნენ როგორც აი ამ დიდი სივრცის ნაწილად. და მეორეს მხრივ არსებობს აი რაც თქვი, ეს არის თვითახკმის ერთ-ერთი მაგალითი და ბევრი ასეთი მაგალითია და ნელ-ნელა ვიტყვით ამას, მაგალითად აიეტისა და ფარტაძის ცნობილი დავათან ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ბიზანტიელებმა მოუკლეს მეფე. ხოლო მეფის მკვლელობა თითქმის ღმერთის ის შუა საუკუნეებია მეფე არის. ღმერთისგან მირონცხებული. ცალსახად თითქოს ტრად უნდა გამختარიყვნენ, მაგრამ იქაც სწორედ აი აქაც შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ფარტაძის ამ გამოსვლაში თავარი არგუმენტები სწორედ იმაზე იყო დამყარებული, კი გასაგებია რომ ბიზანტიელები ცუდად მოიქცნენ, მაგრამ ისინი არიან მაინც ჩვენი მონაცემები, ამიტომ არა ირანი, მაშინ აი ეს ოპოზიცია არსებობდა, არა ირანისკენ უნდა ავიღოთ აი ეს ორიენტაცია, მათ შორის პოლიტიკურიც, არამედ სწორედ იმ ხალხისკენ, რომელთანაც საერთო გვაქვს სწორედ კულტურული პლასტები. ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც საშუალება იყო იმის, აი ამ პერიოდში გუბაზ მეფის მკვლელობის დროს არსებობდა ორივე სამყარო, ანუ დასავლეთის სახით ბიზანტია და აქეთ აღმოსავლეთის სახით ირანი, ამ ადამიანებმა პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს კულტურული არგუმენტების საფუძველზე და აი მაშინ როგორც გახსოვთ, ფარტაძემ გაიმარჯვა, ფარტაძის სიტყვებმა გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ აიეტის გამოსვლაც თავისთავად ძალიან მაღალი დონის იყო, კარგად არგუმენტირებული.
ორიენტირებული. და ესეც დემოკრატია, როდესაც უპირატესობას ანიჭებს რაღაცა ორი ისეთ საინტერესო რომ აღმოაჩენ რომ შენ გითხულობ სადღაც დღევანდელ რაღაც სამეგრელოს ტერიტორიაზე რომ ეს ხდებოდა რა ფანტასტიკური შეგრძნება რომ ეს რაღაცა შენ ამის გაგრძელება ხარ. ამიტომ ეს რაც შეეხება რატო ლაპარაკობ ამას რომ ეს არის ის ნაწილი რაც ცივილიზაციურ კულტურულ საფუძვლებს და არგუმენტებს გულისხმობს და ამიტომ ისტორია ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისტორიას არ გულისხმობ მხოლოდ ქრონოლოგიას ან ფაქტებს, არამედ ისტორიაში ამ შემთხვევაში უგულისხმობ მათ შორის ლიტერატურასაც, აი ვახსენეთ ჩვენ ხო აი რა ქვია იმას აგიოგრაფიული ნაწარმოებები, სადაც ჩვენ ხედავთ ეს ადამიანები როგორ აღიქვამდნენ სამყაროს. და ამ სამყაროში საკუთარ თავს როგორ მოიაზრებდნენ და სად მოიაზრებდნენ. მეორე ნაწილზეც აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ როდესაც იდენტობაზე ვსაუბრობთ, ერთია როგორ აღიქვამ შენ, სად აღიქვამ შენ თავს და როგორ აღიქვამენ სხვები. აი აქაც შეიძლება იმაზე საუბარი, რომ აი ეს ყურესამა ქვეყნისას არ არის მხოლოდ ქართველების აღქმა, საკუთარი თავის, არამედ თვით იმ ცენტრის, ასე ვთქვათ, აი მაშინდელი ევროპის ვრცელდებოდა ეს ცივილიზაცია, სადამდეც ჩვენ ვიყავით ბოლო მიჯნა, ნუ მე სულ საუბრობ ამას პოლიტიკურ გამოსვლაშიც, რომ ჩვენ მქონდა ყოველთვის დანიშნულება და ფუნქცია და ეს ფუნქცია იყო ყოფილიყავით დასავლეთის თავარი ხიდი აღმოსავლეთთან. აი იმ პერიოდზე, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, მაგალითად ჩვენ სიქით იწყებოდა როგორ მარტივად რო ვილაპარაკოთ, თავრდებოდა ასე თქვა ცივილიზებული სამყარო, მაშინდელი გაგებით და იმის სიქით იწყებოდა გოგისა და მაგოგის ქვეყანა, რომელიც რაღაცა ეს გოგი და მაგოგი უარყოფით უკავშირდება და იმის სიქით არის სამყარო, რომელსაც არ აღიარებდნენ, არ ცნობდნენ, ტრათ მიაჩნდათ. აი მოდი ასე დავარქვათ პირდაპირ. კი, როგორც შუა საუკუნეების ევროპაში რაღაც ზღვა რო დასახლებული რაღაც გველეშაპებით ამოუცნობი სადაც მისვლა არ გინდა. მიწა რომელიც არ ვიცით, terra incognita, რომელიც არ ვიცით რა არის, ასე იყო და კონოტაციურადაც აი მაგალითად ახლა ამაზე არ მიფიქრია მე პირადად და ძალიან კარგი ხაზი გამოვიდა თქვენგან. საქართველო იქნებოდა როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მაკავშირებელი და არა როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაკავშირებელი. არა. რა თქმა უნდა, არა, ნახეთ აფიოდ არის რა. დასავლეთიდან გამაგრძელებელი და შუამავალი იყო საქართველო და არის დღემდე და არა პირიქით. ეს კუთვნილებაც მათ შორის ამ ესეც ხომ ეტყოლებს ამაზე რომ ჩვენ დასავლეთის კულტურას ვაგრძელებდით და ვაკავშირებდით აღმოსავლეთთან. და არა პირიქით. აქ როგორ არის, ნახეთ, ჯერ ერთი მოდი პირდაპირ თქვათ იმაზე, იმიტომაც ვთქვი რომ ჯერ გამოვიყენოთ ცივილიზაცია და კულტურა თანაბარ მნიშვნელობად, მაგრამ როდესაც ცივილიზაციაზე ვლაპარაკობ, ცივილიზაცია არის ერთობა, სადაც ის არ გულისხმობს მონო რაღაც. იქ შეიძლება კულტურულ მრავალფეროვნებას გულისხმობს. ისე როგორც თანამედროვე ევროპა ახლა ხო რაღაც მაგალითად როგორ შეიძლება მაგ შეადარეთ ერთმანეთს მაგალითად სამხრეთ იტალიელი და დაუშვათ ნორვეგიელი. აბსოლუტურად განსხვავებულია ადამიანი. აი ნახეთ აი ამაში საქმე, მაგრამ ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებები არჩევანის დონეზე გაკეთებული ღირებულებები არის მთავარი. აი ნახეთ ახლა გადავედით აქ ნახეთ კულტურულად განსაზღვრული მათ შორის აი რაც ვთქვით უკვე რომ დაწყებული ანტიკური ეპოქიდან რომელსაც მე მოყვა ეს რაღაცა ქრისტიანული სწავლება მე თავის მომდევნო პერიოდებით ამ რენესანსებით განმანათლებლ მთელი ამბებით მოვედით დღემდე ხო ნაციონალიზმის ეპოქაში ჩამოყალიბებული იდეები ხო რომელიც არის საფრანგეთის რევოლუციამ შოვა მთელი ამ მოვედით დღემდე ჩამოყალიბდა რა მივედით ახლა აი ის რაც ვთქვით ჩვენ რომ დასავლეთის როგორც პოლიტიკური არჩევანი, რა არის აქ მთავარი და სად გადის ზღვარი დასავლეთსა და არადასავლეთს შორის. ან კითხვა დავსვათ, თუ რელიგიაზე ვსაუბრობთ, რატომ არ არის მაგალითად რუსეთი დასავლეთი? ანუ თუ კი ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ რელიგია არის განმსაზღვრელი აი ამ ცივილიზაციური კულტურული მოცემულობის, მაშინ რას ვერჩით რუსეთს? რატომ არ ვთვლით იმას, რომ დაუშვათ რუსეთისკენ ნახეთ აქ ერთი ამბავია. ეს გადადის უკვე რაში? ეს გადადის უკვე ინდივიდის აღქმაში, როგორ აღიქვამს ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთმემართებაში. რუსეთისთვის ინდივიდი არაფერს არ ნიშნავს. აი მაგალითად უკრაინის ამ მომმა ნათლად აჩვენა იმ ხალხს, ვისაც მანამდე არ უნახავს, ან ისტორია წაუკითხავს, რომ ადამიანი სიცოცხლე პიროვნება მისთვის არ წარმოადგენს და ქრისტიანობის მთელი არა მოდი რა ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თვითკმარია ადამიანი და შესაქმე როგორ არის ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ მე ეს ყველაფერში ცენტრში არის ადამიანი. ანუ სამყაროც ადამიანის გარშემო ბრუნავს. წარმოიდგინეთ რა დონის ეგოისტები ვართ, რომ ახლაც კი არ გვჯერა, რომ ამ თვალუწვდენელ სამყაროში ჩვენს გარდა ხო. და ხო
ის უფრო წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სადღაც სიცოცხლეა, ვიდრე ის, რომ არ არის სიცოცხლე. ამ დონეზე ვართ, ხო, ეგოცენტრობის მომენტი. ხო, ეს ლირიული გადახვევა, მაგრამ მართლაც ასეა, ქრისტიანულმა ადამიანისთვის არის, ღმერთმა შექმნა სახე და ხატა თავისად. ანუ ეს არის უმაღლესი ქმნილება დედამიწაზე. ერთი ადამიანის შექმნა, ეს ხო პირდაპირ რაღაცა საზოგადოება შეუქმნია, ხო? ერთი ადამიანი, ხო. ხო, ერთი და ერთი. ხო, ამას ვამბობ, მართლა ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, აღარ ჩავყვეთ ამას, რას გულისხმობს ადამ და ევას ერთობა. არა, ამას არ ჩავყვეთ, იმიტომ რომ აქ არის მთავარი ის, რომ აი ეგ მინდა, ეს არის მთავარი ჩვენ. ნიკოლოზ ბარათაშვილი აქ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, კარგი მთქმელი და აღარ ზღირს სხვაგან წასვლა, რომელმაც თქვა, რომ მარტო რელიგიური ერთობა არაფერს არ ნიშნავს, თუკი აი ეს ხასიათი ქცევები, რასაც მენტალობა შეიძლება დავარქვათ, აი მე ანალების სკოლამ რაც მენტალობა, რასაც მენტალობა უწოდა, ეს მენტალობა არის განსხვავებული. ამიტომაც გადის ზღვარი დასავლეთსა და არადასავლეთ შორის ედრება რუსეთსა და იმ ევროპაში. აი რატომ არ არის ამიტომ არ არის ადამიანი და ინდივიდის მდგომარეობა არ არის მასში აღიარებული როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ თითოეულმა ინდივიდმა საკუთარი ნებისმიერი სურვილით და ასე შემდეგ იცხოვროს და ყველამთანაბრად აი ამ მოცემულობაში. ამიტომ აი ეს არის მთავარი სასამართლო, ამას მოყვება მე რატოა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია სასამართლო ისევ და ისევ, იმიტომ რომ ერთი ადამიანის ინდივიდის როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, რა მასშტაბი, ხო, ყველა კლასი არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლებლობები, იმის სიმართლე აუცილებლად უნდა დადასტურდეს და ამაზეა ორიენტირებული ყველაფერი. ამიტომაც ჩვენ ახლა უნდა ვთქვათ, რომ ახლა გვაქვს შანსი, რომ ჩვენი ცივილიზაციური კულტურული მოცემულობა, რომ დასავლური კულტურა ვართ ჩვენ, ახლა ვაქციოთ პოლიტიკურ ორიენტაცია და სრულ ჰარმონიაში ვიყოთ, ამიტომ ევროკავშირი შეიძლება ამბობენ ვიღაცები რომ რატომ არის თვითმიზანი. აქ თვითმიზნობაზე არ არის საუბარი. ეს არის ყველაზე უფრო ჰარმონიული ადგილი ქართველებისთვის, იმიტომ რომ ის მრავალფეროვნება, კულტურული მრავალფეროვნება, რომელსაც ევროპა მოიცავს, ჩვენი ადგილიც იქ არის, იმიტომ რომ აი ეს ღირებულებები, ცენტრალური ღირებულებები, ძირითადი ღირებულებები, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, გვაქვს საერთო. ასე არის ეს და ამიტომაც ნახეთ და კიდე ერთ ვიტყვი, მაგრამ სხვაგან წაგვიყვანს, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებაც ეს იყო დასავლეთის ძიება. აი ის წყვეტა, რომელიც მე ვთქვი, მე-15, როდესაც კონსტანტინოპოლი აღიქვა პირისაგან მიწისა ამ თვალსაზრისით და ის ადგილი დაიკავეს სხვამ, ან ჩვენთვის სხვა ხალხებმა და ისე ჩვენი ცალსახა სხვები იყვნენ კულტურულ ცივილიზაციის მოცემულობით. ცივილიზაციური მოკავშირეობა დაირღვა მათ. კავშირი აღარ გვაქვს, მე შავი ზღვა იქცა ჩვენს ბარიერად. ანუ სამყარო, რომელიც ჩვენ ნაცავად მიგვაჩნდა, შავ ზღვას მიღმა დარჩა. ჩვენ დავრჩით აქით და დავრჩით სრულად იზოლირებული და კარჩაკეტილი აი ამ აღმოსავლურ ისლამურ სივრცეში, რომელიც შენი ნათესავი ეს იმ გაგები არ ყოფილა არასდროს საუკუნეების განმავლობაში და ეს განსხვავება ძიება იყო. თქმა უნდა, ეს რუსეთთან დაკავშირება, ეს არის ქრისტიანულ სამყაროსთან დაკავშირება, ანუ ეს არის ისევ დასავლეთის ძიება. უბრალოდ აქ ჩვენ მაშინ კლასიკური შეცდომა დავუშვით, როდესაც ჩავთვალეთ, რომ რუსეთი იყო ქრისტიანული. ეხა ამაზე ლაპარაკი ძალიან მარტივია, მაგრამ თუ კი ჩავალთ იმ რეალობაში, რეალობაში სამგადაწყვეტილების მიმღები ადამიანები იყვნენ, ეს აი ამ გაგებით სხვა გამოსავალი მე არ ვფიქრობ, რომ იყო უბრალოდ ანუ არ გაგვიმართლა იმაში, რომ რუსეთი არ იყო ქრისტიანული სახელმწიფო. და ერთი რამ უნდა დღეს არ არის ქრისტიანული სახელმწიფო, იმის მიუხედავად რელიგია რა აქვს. მან არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, შეიძლება ძალიან კარგად ებმის ყველაფერს. ერთადერთი ისტორიული ამბავი, რომლის დროს აი სუვერენიტეტს გაიძახენ ახლა პრორუსებიც, ღია პრორუსებიც და ფარული პრორუსებიც რა, რომ ჩვენ ვითომ რაღაც ერთადერთი მტერი, რომელმაც საქართველოში სრულად გაანადგურა სუვერენიტეტი, ეს არის რუსეთი, იმიტომ რომ 1801 წლამდე, სანამ რუსეთის ანექსია არ განხორციელდა, არ ყოფილა ამბავი და მომენტი, როცა როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება დაემხო საქართველოში. ეს იყო ერთადერთი რუსეთის პირობებში მეფის ნაცვალი ეგზარხოსი. ანუ მან გააუქმა სრულად საქართველოში ქართული მმართველობის და თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი სასამართლო სისტემაც კი არ დატოვა. სასამართლო სისტემაც კი თავის მოიტანა. ანუ ხვდებით რომ ყველაფერი თავს მოხეული იყო, ამიტომ როდესაც ლაპარაკობთ ჩვენ რაღაც სუვერენიტეტზე, ცოტა შეიძლება გადავედით უფრო პოლიტიკური ორიენტაციისკენ წავედით, რომ ამ ყველაფერს იტევს. არა, კულტურა კი არ იტევს, ზუსტად ის იტევს, რა ორიენტაციები იტევს, ანუ დასავლური ორიენტაციის, აი პოლიტიკური თვალსაზრისით სწორედ ეს გახლავთ. სუვერენიტეტი დაცული, შენი სუვერენიტეტი დაცული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ღირებულებით სისტემას
იმღირებულეთი სისტემის ნაწილი იქნები, რომლებიც ერთგვაროვნად უყურებს მაგალითად სუვერენიტეტს და ახლა ყველაზე უფრო სუვერენული სახელმწიფოები თუ ვინმე არსებობს ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში არიან. და თუ ვინმეს არ უნდა იყოფნა, ეს არის ყველაზე მთავარი, ხო, ბრექსიტი ვნახეთ ჩვენ, ხო? კონკრეტულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ არ უნდა ამ რაღაც ერთობაში ყოფნა და გავიდა. მე ახლა ესე ნანობენ, არ ნანობენ, ეს მეორე საკითხი, იმიტომ რომ იყოფა აზრი იქაც, ხო, რაღაც სირთულეებიც გაიარეს, ორივე მხარე, მაგრამ აქ საუბარი იმაზე, რომ თავისუფალი არჩევანი არის თავისუფალი არჩევანი. მაგალითად, საბჭოთა კავშირიდან ისე მარტივად არ გამოსულა არც ერთი სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირში. არა, საბჭოთა კავშირიდან არავინ არ გასულა, საბჭოთა კავშირი თვითონ დაიშალა. საბჭოთა კავშირზე მივედის, ისედაც გამიზნული მქონდა აქეთ წამოსვლა და რადგანაც გავარკვიეთ, რომ კულტურულად და ცივილიზაციურად საქართველოს ნამდვილად არის ევროპა და ქართველი ადამიანი არის ევროპელი ადამიანი და ამას საუკუნოვანი ტრადიცია გვეუბნება, როგორც ისტორია, კულტურა, ყველაფერი აბსოლუტურად. აი, მინდა ვისაუბროთ, რა გამოიწვია ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ დღევანდელ საზოგადოებაზე, მაინც ეს არის პოსტსაბჭოთა ტრაუმების არსებობით ჩამოყალიბებული კი. საბჭოთა ქართული დღევანდელი თანამედროვე საზოგადოების ჯერ კიდევ ნამდვილად არის პოსტსაბჭოთა საზოგადოება. რა დაგვეკარგინა ამ პოსტსაბჭოთა უბრალოდ ხო საბჭოთა მართლობამ და საქართველოს გასაბჭოებამ. აი მენტალურად რა დაგვეკარგინა და მე უკვე ეს როგორ აისახა. აი მოდი ახლა შევადაროთ ერთი ხალხის რამდენიმე იმპერია, რუსეთის გულისხმობ, цаრისტული იმპერია, საბჭოთა იმპერია და პოსტსაბჭოთა იმპერია, არ ვიცი რა დავარ, პუტინისტური იმპერია. პუტინის კვაზი იმპერია. მაინც ხო, ცდელობა იმისი, რომ იმპერია იყოს. ყოველ შემთხვევაში საქმე საფუძვებს. თვით цаრისტულ და საბჭოთა იმპერიებს შორისაც არის სხვაობა. ანუ თუ კი царიზმის პერიოდში შეიძლება რაღაც დადებითზე საუბარი, რომელიც ამ цаრისტულმა იმპერიაში ყოფნამ რაღაც დადებითი მექანიკურად თუ ავტომატურად მოიტანა, ამაზე საუბარი შეიძლება, მათ შორის უნდა უშუალოდ ილია ჭავჭავაძე დაიბადა ბოლო-ბოლო პერიოდში და ილია ჭავჭავაძეს როდესაც ვლაპარაკობ იმ თერგდალეულებს და იმ თაობას, რომელზედაც ახლა თანამედროვე საქართველო როგორც ასეთი დგას. და ეს მოიტანა. საბჭოთა სისტემის დამყარებამ ერთი ძალიან ცუდი რამ გააკეთა რა. ნახეთ, აი მარტივად ავხსნი თუ შესაძლებლობა არის. ბუნებრივი განვითარება გაწყვიტა. ანუ საუკუნეების განმავლობაში როგორ ვითარდებოდა საქართველო ის იმას დაუსვა წერტილი. ანუ ჩვენ ევოლუციურად არ გადავედით სხვა ეტაპზე, აი დაუშვათ როგორც ევროპა იყო, ხო, ბოლო რა ვიცი, რამდენი საუკუნეა ევოლუციის სახით იქ ბევრი ომები გადაიარეს, რევოლუციებიც მათ შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ევოლუციაა და ივიდნენ იმ რას გულისხმობ, ნახეთ, ქართული კულტურა როგორ მუშაობდა, ის სტრუქტურა რო ახსნათ, როგორ მუშაობდა რა. იყო ასე ვთქვათ, აი არსებობდნენ მამები, ელიტები, მამები არ მინდა მაინც ამ სიტყვით, თუმცა მაინც ასე გამოდის, ანუ ერთგვარად ინტელექტუალური წრეები და ეს ინტელექტუალური წრეები იყვნენ წარმოდგენილი იმ ხალხით, ვინც წერა-კითხვა იცოდა, მე ვამბობ შუა საუკუნეებში. სად იყო ეს? ეს იყო საერისთავები, ყველაზე ხო, მეფე იყო მთავარი, მეფისასაც განათლებული ადამიანი, ამ ელიტას გულისხმობ და არა თანამედროვე ინტელექტუალურ ნაწილს. მეორე ნაწილი იყო ეკლესია. ანუ ინტელექტუალურ ელიტას ქმნიდა აი ეს ორი მოცემულობა მეფე თავის აერისთავ განფენილი, აი სამეფო განფენილი ტერიტორიაზე და საეპისკოპოსე განფენილი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ეწოდება, ხო? გულისხმობ ეპარქიებით, ეკლესიები და ასე შემდეგ. ანუ ამ ორ ინტელექტუალურ ცენტრებს შექონდათ სოდნა საზოგადოებაში. მათ შორის რატო ღამდება, რატო თენდებათან დაწყებული ვეფხისტყაოსნის განმარტებით დასრულებული რთული სისტემები და მათ შორის დაუშვათ აკადემიები ხო გელათიც და იყავთოთ. ანუ რაღაც ეს მოდიოდა და მე ამას უნდა ჩამოიყალიბებინა, ეს უნდა გადასულიყო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, აი ჩვენ ნეილ-ნელა გადავდიოდით ახალ ეტაპზე. რას დავარქმევთ ახლა მოდით უგნებავთ ბურჟუაზია შეიძლება. აი ეს პერიოდი, ხო, ამ დროს მოხდა ის რევოლუცია, რაც მოხდა, ჩვენს გარშემო, მე ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა, რომელიც რეალურად თავზე დაგვეცა მაშინ. იმიტომ რომ არავინ ამისთვის არ იღწვოდა. მზად არა, არც არავინ აპირებდა ამას, მოდი ასე ვთქვათ.
და მერე ნუ დაემხო მერე გასაბჭოება. აი ამ გასაბჭოებამ წერტილი დაუსვა სწორედ აი ამას და რას გულისხმობს? ორივე ეს ნაწილი გაანადგურა. ერთი რომელიც მანამდე, ნახეთ, ის ხალხი რომელიც მანამდე რაღაც მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ცარიზმის რუსეთში დაწყებულმა აი ამ სახელმწიფო რეფორმება თავისთავად სხვა ფორმატში გადაიყვანა, გულისხმობს საგლეხო რეფორმაც, როცა ეს ხო, კი, მაგრამ ეს ხალხი მერე, ასე ვთქვათ, ეს ინტელექტუალური, ეს განათლებული ადამიანები უნდა გადაპორტირებულიყვნენ. კი, და ამის ნაცვლად ეს ადამიანები მოხვდნენ რეპრესიების ქვეშ. ანუ გაქრა ეკლესია და მანამ საფუძველზე სრულად განადგურდა ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც აი ქართულ რომელსაც ეს ცოდნა ჰქონდა, რომელიც ატარებდა ამ ცოდნას. რომელსაც ასევე გაეგრძელებინა. კი, რა თქმა უნდა და აქ მე დიდი ხანი დაჭირდა სხვათა შორის შეიძლება მაგალითად კულტურაზე დაყრდნობითაც ვილაპარაკოთ იქ ცალკეული რაღაც მაგალითად კინო რო ავიღოთ, კი ყავდა ძლიერი რეჟისორები, ასე ვთქვათ, ანუ ძლიერი კი სხვადასხვა დროს კარგი ფილმები საქართველოს, მაგრამ აი ესეთი კინო 60-იანი წლების მერე აი უკვე რო ახალი თაობა წამოვიდა და მე აიღო ხო წერლობაც პოეტა ეს სტაგნაციის რამდენიმე ათეული წელი ნამდვილად ყველას მიმართულებაში ჩანს და ძალიან აშკარაა ამის უსვალის გადაღება მარტივია. ძალიან რაც გაკეთე თითები მათემატიკაც შეიძლება აქ მოუშველიოთ, იმიტომ რომ 1921 წლიდან 24 წელს აჯანყება მერე ეს მუდმივი წინააღმდეგობები მერე 37-იანი წლების რეპრესიები მერე მეორე მსოფლიო ომი რომელშიც ქართველები საკმაოდ ბევრი რო არ გვეკუთვნოდა იმ რაოდენობის დაიხოცა. ხო, ეს არის ძალიან რთული ისეთი პატარა რაოდენობის ხალხისთვის ამის ამოღება, ასე ვთქვათ, ამონაზღაურება. განსაკუთრებით მაშინ როდესაც მცირე რიცხოვანი ერის მთავარი ღირებულება სწორედ ადამიანი და ანუ პირადი ცოდნა, პირადი ფასეულობა, ჩვენ სხვა საქართველოს სხვა არაფრით არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მისი მოქალაქეებით, ცალკეული ადამიანებით. აი, ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს იყო ესეთი ცუდი წყვეტა საქართველოს ისტორიაში შეიძლება მონღოლებთან ნახოთ რა, როცა აი ძალიან გაგრძელებაც არის რუსეთის სინამდვილეში. რატო იცით, აი მონღოლებმა გააჩერეს უფრო დიდი სივრცის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ანუ მაშინ ერთ რამეს ვიტყვი შეიძლება ვიღაცებს არ მოეწონათ, თორემ ამ სივრცეს შეიძლება საქართველოს არ დარქმეულა და უფრო დიდი ერთობა აღებულიყო, მაგალითად კავკასია. რა თქმა უნდა. ეს ჩემი აზრი არის, რომ ჩემზე უფრო ძლიერი ისტორიკოსების ნათქვამია, რომ თვითდასახელებას ადამიანები იმოცემულობით იღებენ. ამიტომაც ვამბობ, აი მონღოლებმა გააჩერეს აი ეს ძალიან დიდი ერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში შეიძლება საქართველოს აი ამ საქართველოს გარშემო მომხდარიყო. კი, რა თქმა უნდა, კავკასიონზეც მიღმა გადასული იყო ქართული კულტურა, რაც შემ თავის რელიგიას. და რეგიონში დომინანტური ყოველთვის ქართული კულტურა იყო. ამიტომ აი მეორე ასეთი ძალიან მძიმე, აი ეს რომელმაც შეიძლება აი ამის შედარება, ესეთი პოპულარულ ენაზე რომ ვილაპარაკოთ, მეორე მძიმე ესეთი მუხრუჭი სწორედ საბჭოთა სისტემამ, რომელმაც აი ეს ბუნებრივი ევოლუციის პროცესი მიუხედავად რაღაცა რევოლუციური გამოხტომებისა, ეს ევოლუციის პროცესი გააჩერა. აი ეს გადაკეტა კი, გადაკეტა. ჯერ ერთი რა არის, იცით, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა კიდე ის, რომ რუსეთის გამოჩენამ საქართველოში დაასამარა პოლიტიკური ელიტა. არა, რომელიც ცუდი სიტყვა, მაგრამ ლეონიძე მაგალითად, ხო, ლეონიძე იყო, ანუ აღარ იყო შანსი პოლიტიკური კეთების. ხო, პოლიტიკა აქ იყვნენ საქმის კეთებლები, ანუ მე საბჭოთა პერიოდში ძელეცებად, ანუ კაბინეტის ადამიანები და არაპოლიტიკოსები ჩინოვნიკებდი. ამიტომ ეს ბევრი რამ გააფუჭა და ახლაც აი თქვენ თქვით რომ პოსტსაბჭოთა სივრცეა, ბევრი თვალსაჩინო შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა დასრულდა, რაღაც შეიძლება ამაზე საუბარი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელში რაღაცები შეიძლება აი უკან მოbrunებას ცდილობს. ამიტომაც ვერ მოიგებს საბოლოო ჯამში ბიძინა, რომ ეს არის მაინც წარსულის უკან გამოთხრება. ბორბალი უკან არ ტრიალებს. რაღაცებს რო ადარებთ სხვა ქვეყნებს, სხვების გამოცდილებას, ის სხვა რაღაც ჩვენ გავლილი გვაქვს რაღაცეები. ეს შეიძლება ვიღაცას ზედმეტ ასე ვთქვათ იმედად მოეჩვენოს ჩემი საუბარი, მაგრამ ეს მაინც ასე არის. იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ 70 წლიანი ეს მოკლედ თქვით კიდეც ეს პრობლემები, მაინც მოვახერხეთ და თითქოს ახლა გეუბნებით, აი ვისაც არ უნდა გითხოთ, ჩვენ ბავშვები ვიყავით მაშინ, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, 88 წლის 9 აპრილი და 99 წლის 9 აპრილი ერთმანეთს რო შეადაროთ, მე 99 წლის 9 აპრილი რომ არა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ცოცხალი თითქმის არ არსებობდა და არ იყო და ამ რაღაცეებმა გააღვიძა ეს და მალე ხდება ამის
გავლა თავიდან გავლა. კი, იდენტობას რაც უკავშირდება, რაც აი ამ საყრდენებს რაც უკავშირდება, მე ის ძალიან სიღრმისეულად მოქმედებს და იმდენად ტკივნეულია, რომ გაღვიძებს. აი მაგალითად 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც საბჭოთა პერიოდში მოახერხეთ საბჭოთა კავშირის გაჩერება. იმიტომ რომ შეეხო ქართულ ენას, რომელიც არის ქართველობის როგორც იდენტობის თავარი საყრდენი, ამას როცა შეეხდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ საბჭოთა კავშირის მკეთებლები, ასე შეიძლება ამას დავარქვათ, ანუ ის ხალხიც კი წამოვიდა აქციებზე, ანუ მე რაც ვამბობ, მაგალითად უნივერსიტეტის პარტკომი, მეცკომის კათედრის თანამშრომლები და ამავდროულად ვინც მეცნიერულ კომუნიზმს ასწავლიდა და თითქოს აშენებდა კომუნიზმს, ის ხალხიც კი გამოვიდა. იმიტომ რომ ეს შეეხო აი ამ იდენტობის თავარსაყრდენს და მე ვფიქრობ, რომ ახლაც სწორედ ამ აქ მიდის ზღვარი, რომ ჩვენ გვეუბნებია, რომ არ ვართ ევროპელები, ჩვენ გვეუბნებია, რომ მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი, არ არის შიგნიდან წამოსული ფრაზა. ეს არის თავსმოხვეული და ამას ვერ მოიგებს ვერავინ, ამის დამარცხება შეუძლებელი. ისევ ძალიან ბუნებრივად მოვედით იმ პერიოდამდე, რომელზეც მინდოდა რომ გაგვეგრძელებინა 90-იანი წლები. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი ახალი საქართველოს დაბადება დაიწყო 90-იანი წლებიდან, დასაკვირველია იგულისხმება 99 წლის 9 აპრილი, თუმცა ამ მოვლენას უკვე მოყვა მთელი ბნელი, მძიმე და ძალიან ესეთი არაერთმნიშვნელოვანი პოზიციების მქონე 90-იანი წლები. დაიბადა ეს ახალი საქართველო. და მოდის მას მერე და სად ვართ? სადამდე მოვედით? სწორი კითხვა, იცით, ჩვენ უბრალოდ გვინდა სწრაფად მოხდეს რაღაცები, მაგრამ იმ გამოცდილებებზე, რაზეც ვილაპარაკე და განსაკუთრებით აი ამ 70 წლიანმა გამოცდილების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის აქ არაფერი გასაკვირი, რომ ის ხდება, რაც ხდება ახლა რა და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ჩვენს გვერდით ცხოვრობს რუსეთი და ის ართმობს, რომელიც არ შეცვლილა, პირიქით გაუარესდა, თუ არ ხო, არც არ შეიცვლება, ეს ასეა და რომელიც ცდილობს, რომ დააბრუნოს პუტინის ხელში სტალინისტურ რელიგიურ სტალინისტური ნაზავიце დამყარებული აი ეს რაღაცა იმპერია. გამოგონილი მითოლოგიაზე დაფუძნებული. მაშინ ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა. ის რაც ახლა ხდება, თუმცა უნდა ვთქვათ ერთი რამე, რომ მართლაც ასეა, ერთი კარგი გამონათქვამი არსებობს, რომ დრო რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ 1999 წლის 9 აპრილს დაიბადა. ეს გამონათქვამი ეკუთვნის ფოტოები, ესეთი რამე დამავიწყდა, რაც არ უნდა დამიწყებოდა, მაგრამ გამახსენდება, ვისაც ეკუთვნის. მაგრამ კარგი გამონათქვამი ნამდვილად ასეა და მე აი ამ ჩვენ საუბარშიც ვახსენე, 1999 წლის 9 აპრილი ეს არის წყალგამყოფი. ანუ მდე და მერე. აი ასეთი წყალგამყოფი, აი როგორ გითხრა, მიწისძვრ დამანგრეველი ეფექტი ქონდა ამ მოვლენას. მეორე დღეს ვეღარ იქნებოდა ისე, როგორც წინა დღეს იყო, ეს აღიქვა ყველამ. ყველამ, აი თითოეულმა ადამიანმა დენის დარტყმასავით იგრძნო, რომ 9 აპრილის დილა იყო სრულიად სხვა სამყარო. ის ჩვენ გვეგონა მაშინ რომ 9 აპრილმა დაანგრია საბჭოთა კავშირი, ეს ნამდვილად ასე არ ყოფილა და საბჭოთა კავშირის დანგრევმა ბევრმა რაღაც ფაქტორმა და კომპონენტებმა გამოიწვია, თუმცა ერთი რამე აღსანიშნია, რომ 9 აპრილმა ჩვენს აღქმებში, ანუ ქართველების აღქმებში დაასრულა ის სისტემა. დაასრულა, მოკლედ ესე ვეღარ გაგრძელდებოდა, როგორც მანამდე იყო. ამიტომ 9 აპრილს იწყება ნამდვილად ასე. 9 აპრილი ერთდროულად არის არამხოლოდ იმიტომ, რომ მე 1991 წლის 9 აპრილი მოდის და დამოუკიდებლობის აღდგენას აცხადებს ზედგამსახურდი, არამედ იმთავითვე ის 9 აპრილი არის ტრამვის და ტრიუმფის ერთდროულად, იმიტომ რომ მათ შორის მაგალითად მერაბ კოსტავას სიტყვები, რომელიც ჯერ კიდევ მსხვერპლი არ არის, სისხლი არ არის დაღვრილი, მანამდე ამბობს, რომ არსებობს რაღაცა წუთები ერის ცხოვრებაში და ეს ერთ-ერთი მათგანია, რაც აღმატებით ხარისხში საუბრობს ამაზე და იმ ხალხის იქ ვინც იდგა იმ ადამიანმა იცოდა, რომ ეს კანით ბოლომდე იყო შეგრძნებული, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. ასეა და მე ვფიქრობ, რომ ზვიადგამსახურდია წვლილი აი ამ დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნახეთ, ერის დამოუკიდებლობა სჭირდება საძირკვლები, მათ შორის სამართლებრივი და ზნეობრივი, აი მორალურ ზნეობრივი საფუძვლები და ეს მაგალითიც უნდა აჩვენოთ. ეს არის უზრუნველყოფილი ამ თვალსაზრისით და სხვათა შორის იმიტომ ვერასდროს რუსეთიც კი ვერ შეეხო საქართველოს დამოუკიდებლობას. რატომ? იმიტომ რომ არსებობს რეფერენდუმის პასუხები, სადაც თითქმის 100%-მა კითხვაზე გნებავთ თუ არა დამოუკიდებლობა, გაცაპასუხი დიახ, ეს გახდა საფუძველი დამოუკიდებლობის
დამოუკიდებლობის აღდგენის. ესეც ძალიან კარგად არის გაკეთებული, იმიტომ რომ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რომელიც გამოაცხადეს 1918 წლის 26 მაისს და დავკარგეთ თებერვალში. ამიტომ ეს არის ეს ერთგვარი და მეორე ეს მორალურ ზნეობრივი საფუძველი, ეს არის სისხლი, რომელიც 9 აპრილს დაიღვარა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ზვიადგამსახურდიას ეს გადაწყვეტილება, რომ არა 26 მაისს, არამედ 9 აპრილს, ეს არის სწორი. ამიტომაც მე პერიპეტიებმა შეუშალა სამოქალაქო ომმა, ზვიადგამსახურდიას ჩამოგდებამ, ხელისუფლების აი ამ ასე თქვა სამოქალაქო ომის საფუძველზე ცვლილებამ შეუშალა ხელი, თორე თანამედროვე საქართველოში გაცილებით დიდი დღესასწაული, იმიტომ რომ 9 აპრილს დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო, თანამედროვე რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. დამოუკიდებლობის საქართველოში ვცხოვრობთ. ხო, ნახეთ, ეს ძალიან კარგად უკავშირდება თანამედროვე ხელისუფლებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რატომ? იმიტომ რომ ბოლო 9 აპრილი განსაკუთრებით საინტერესოა. ის რაზედაც მე ვლაპარაკობ, ეს არის ნარატივები ქმნის წარმოდგენებს, ხოლო ხელისუფლებებს შეუძლია რომ ამ ნარატივების ცვლილებით რაღაცა ამ წარსულის აღქმებში ცვლილებები შეიტანონ იმ მასშტაბების, რომ თითო რაც უნდათ, ანუ გაამართლონ მე საკუთარი ნაბიჯები, რასაც სამოვალოდ გეგმავენ. ლეგიტიმაცია შეძინონ რა გააკეთეს. გააკრეს 9 აპრილის აღნიშვნიდან სიტყვები დამოუკიდებლობა, მსხვერპლი, რუსი. სხვათა შორის ძალიან ცოტა ილაპარაკეს 1991 წლის 9 აპრილზე. არ ახსენეს ზვიადგამსახურდია და მერაბ კოსტავა. რატომ? იმიტომ რომ თუ ახსენებს ზვიადგამსახურდიას და მერაბ კოსტავას, ავტომატურად უნდა თქვა, რომ ესენი რუსების წინააღმდეგნი იყვნენ. ხოლო რაც შეეხება დამოუკიდებლობას, რომელიც კონკრეტული სიტყვა ამ შემთხვევაში და გულისხმობს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, რუსეთის იმპერიისგან საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩაანაცვლეს სრულიად აბსტრაქტული ტერმინით ამ შემთხვევაში თავისუფლებით. და მტერი რუსეთის არმიის ნაცვლად უცხო ძალა. რომელიც უნდა თუ დააკავშიროს ეს ისტორიის ნიველირების რეალური ანუ საკუთარი ნარატივის შემოტანის რომ მე გაამართლონ ანტიდასავლური პრორუსული ნაბიჯები. კი ბატონო. რომ ჩვენ არ გვინდა არავინ სხვა. აი თითქოს აი ამ ჩარჩოში გადაიყვანა. მე ვფიქრობ რომ კიდე იქ დავბრუნდები. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე არსებული ერთ-ერთი წინაღობა. რომელსაც ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ. ასეთი წინაღობა იყო სამოქალაქო ომიც. შეიძლება ამაზე საუბარიც, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს იყო ნამდვილად სამოქალაქო ომი, მაგრამ ეს იყო თუ მართულია რა, წახმარება დახმარებული რუსეთის მხრიდან. როგორც სამოქალაქო ომი თბილისის რუსეთის ინტერესებში. რა შედიოდა? ხო, ისე როგორც ცხინვალში და მე სოხუმში დაწყებული აი ეს ქაოსები და სეპარატიზმი. ყველა ეს ომი იყო წინაღობა საქართველოს დამოუკიდებლობის, ისე რომ ეგეც მე 2008 წლის ომიც აი ეს მოვლენებიც ახლა რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვთავაზობთ, ესეც საქართველოს დამოუკიდებლობისკენ, სრული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე არის წინაღობა. ანუ ეს არ არის ალტერნატივა, მე ამას ვლაპარაკობ რა. ამიტომ ამ ადამიანებს, რომლებიც უპირისპირდებიან 9 აპრილს, უპირისპირდებიან საქართველოს აი ამ სიმბოლოებს, არ აღიარებენ და არ ასოცირდებიან აი ამ თარიღებთან, მოვლენებთან, გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, ეს არ არის საქართველოს ალტერნატიული გზის ჩვენება. არა, ეს არის წინაღობა. ეს წინაღობა აუცილებლად უნდა დაუძლიო. მე სრულად გეთანხმები, ვანო და ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა იმის მიუხედავად, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, მთავრობამ ეს ნარატივი, 9 აპრილთან დაკავშირებული ნარატივი აბსოლუტურად დააბლაგვა. წელს პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ ხელისუფლება ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან. საზოგადოებამ ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება არ მიუშვა მემორიალთან. ამით საზოგადოებამ გააკეთა თავისი ძალიან ხმამაღალი განაცხადი, რომ ეს დღე ეკუთვნის ხალხს. ეს მონაპოვარიც, 9 აპრილის მონაპოვარიც არის ხალხის კუთვნილება და არა იმ ხელისუფლების, რომელიც ამჟამად ყავს საქართველოს, ხო არა? და ხალხის ნაწილიდან მინდა რომ გავაგრძელო ესეთი კითხვა მაქვს. რა მოხდება თუ და საერთოდ თუ არის შესაძლებელი რომ ქართულმა ხალხმა შეწყვიტოს ბრძოლა იმ ღირებულებებისთვის, რაზეც აი უკანასკნელი 9 საათია ჩვენ საუბრობთ უკვე. ხო, ну, აქ მომავლის იმას წინასწარმეტყველებას ჩვენ არ დავიწყებთ, აქ ისევ წარსულზე უნდა ვილაპარაკოთ, არ არსებობს პერიოდი და ეპოქა, როცა აი კიდე იმას გავიმეორებ, როდესაც აი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდენტობის მარკერებს ეხება საკითხი, იქ ქართველი ქუჩაში არ გამოვიდეს. არ არსებობს ეგეთი, იმიტომაც გადავრჩით, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ რა, ანუ ჩვენ გადაგვარჩინა აი ამ კულტურულ ცივილიზაციური იდენტობის მარკერების
თავის გაწირვამ. თავის დროზე ეს რელიგია, ქრისტიანობა შუა საუკუნეებში, როდესაც ჩვენ არ მივიღეთ სხვა და დავრჩით იქ, სადაც დავრჩით, მე ენა ხო, რაღაც ილია ჭავჭავაძის ეს მცდელობა რომ ენა არ დაგვეკარგა. თორე რომ არა ილია ჭავჭავაძე მოდი პირდაპირ თქვა რომ რუსულ ენაზე გადავიდოდით იმპერიებში, ბევრად კომფორტული იყო. ეს ენა აღარ იყო 19 საუკუნეში ბოლოს უკვე ეს ენა ვეღარ წევდა იმ მოცემულობებს. ვერ უმკლავდებოდა არ იყო საკმარისი. როგორც დღეს მაგალითად როდესაც ინგლისური არის მნიშვნელოვანი. მარტო ილია ჭავჭავაძეს ვამბობ, ილია ჭავჭავაძეს ვამბობ იმ დიდი ჯგუფის სიმბოლოდ რა, კი რა თქმა უნდა და აქ შედის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეს, მათ შორის მე ცოტა მომდევნო თაობა, ვინც უნივერსიტეტი დაარსა და სამეცნიერო ენა დაქცია, ქართული ენა. ანუ და მე აი 1970 სხვათა შორის არც აი თქვენ თქვით ახლა რომ 9 აპრილს არ მოვიდნენ, არ მეუშვით. იცით რა, აქ მარტო არ მიშვებაზე არ არის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ადამიანებს არ უნდა ანუ დღევანდელ მიმტაცებელ ხელისუფლებას არ უნდა რომ ასოცირდებოდეს იმ სიმბოლოებთან, რომელიც რუსეთისგან დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. არ უნდა და მაგალითად აბა მითხარით რა ილაპარაკეს და რა თქვეს ახლა 14 აპრილს. მივიდნენ იქ სადაც უნდა მისულონ. აი ამაშია საქმე. ამას ვამბობ. ხო, ჩემთვის მაინც რთულად წარმოსადგენია ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა რომ იყოს იმ დიდი ისტორიის გამგარიყავით, მივიდოდნენ, მაგრამ აღნიშნავდნენ ტრაგედიას და არა გამარჯვებას. არც იქ ითქმებოდა სიტყვები, რომელიც იქ ზვიად გამსახურდია თქვა, რომ აი თავზე დაგწვერიან 9 აპრილს დაღუპული ადამიანები და ხარობენ ისინი, იმიტომ რომ ჩვენ აღვადგინეთ. ახსულდა ნება მათი. ახსულდა ნება ქართული ხალხის. კი, ეს ხო მე მახსოვს, როგორც ბავშვს კაცო, ეს ემოციურ დონეზე მახსოვს მართლა. 10-11 წლის ვიყავი და მართლა ემოციურ დონეზე მახსოვს ეს რაღაცები. მე 9 წლის ვიყავ. ხო, მართლა მახსოვს, გულწრფელად სუნებიც მახსოვს, ხმებიც, ყველაფერი მახსოვს აბსოლუტურად და ნუ ეს არის ხმა, რომელიც მიკროფონში წარმოთქმულია. ეს ხმები სიმღერები და გესმის ყურში ისმის ეს. მე მივიდოდნენ მაშინ და აქცენტს გააკეთებდნენ ტრაგედიას. ასე იყო ტელევიზორშიც. მოდი ესე ვთქვა, საიდანაც რაღაცეები ილაპარაკეს. თუ არა და აი ვისაც აინტერესებს გადახედოს, ეს ხო ძალიან მარტივია. სად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას მივახციეთ და რუსეთის იმ კრემლს დავეხსენით. არავის. არცად, ნამდვილად ასეა. ამიტომ ამას ნუ ვიტყვით, არ უნდათ ასოცირება ამ სიმბოლოებთან, იმიტომ რომ ნუ როგორ და ახლა რიტორიკულად ვიკითხავ და რა არის მაშინ ეს თუ არა უსამშობლოობა, ხო? ეს არის მოდი პირდაპირ დავარქვათ, ბიძინა ივანიშვილს მისი ოჯახი შემოფარგლოთ, კაი, ბოლომდე ნუ გავწირავთ. საკუთარი ოჯახის იქით არაფერი არ აინტერესებს. საკუთარ ოჯახშიც უყვარს მხოლოდ საკუთარი თავი. ანუ ის ოჯახიც, იმიტომ ჩემი ხედვა როგორც მისი ფსიქოტიპის არის ესეთი, ცხოველებშიც, მცენარეებშიც, ხეებში არ შეიძლება ადამიანს ხე უყვარდეს, მოთხაროს, გარისკოს და წაიღოს. 1000 წელი იზრდებოდა ტიტა. ამ ტიპმა ზუსტად იცის, მე ვიცი, ეს არა ჰუმანიტარი ვარ, 5 წელი იმის შანსი მაინც არის რომ არ გადარჩეს. 5 წელი ის ენერგია ყოფნის ამ ხეს. რომ 5 წლის თავზე შეიძლება უმეტესობა დაიღუპოს რა არ ვნახეთ? რა თქმა უნდა, განადგურებული ბაობაბები რა მნიშვნელობაც აქვს? ამ ადამიანს ამ ხეებშიც საკუთარი თავი უყვარს, ხვდებით ძროხებშიც და რა ვიცი, რაც ყავს ალიგატორებში. ძალიან მარტივია ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპზე, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ადამიანს შინაგანი სიცარიელე აქვს, ამხელა უზარმაზარი შინაგანი სიცარიელის მატარებელია, ის ცდილობს რომ გარეგანი რაღაც ფასეულობებით, კი, გარეგანი ფასეულობებით შეიქმნას საკუთარი შინაარსი, რაც რა თქმა უნდა არ მოხერხდება, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ თუ შიგნიდან ხარ ცარიელი, გარედან რაც არ უნდა სიმდიდრე გქონდეს, მაინც ცარიელი ხარ. ეს ფაქტია. შენ თუ ბავშვობაში არ ქონდა ველოსიპედი და დღეს გაქვს პორშე, ბავშვობაში შენ მაინც არ ყავ ველოსიპედი. ანუ შევთანხმდით იმაზე, რომ ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენს ხასიათში, ეს არ არის ჩვენი ბუნება. საქართველოს მარადიული. აი ეს არის მოცემულობა რა. მეორედ მოსვლას ველოდებით. ანუ ჩვენ რა გვაქვს განსაზღვრული ქართულ ენაზე, აი თვითახკმა რა დონის გვაქვს წარმოიდგინეთ, ანუ ნაციონალიზმი რაზე დგას, ხო რომ ჩვენი უნიკალურობა ეს არ არის არც ცუდი, არც კარგი, ეს არის ასე. დამთავრდა მორჩა შეიძლება ეს პატარა ერებისთვის დამახასიათებელია მცირე რიცხოვნებისთვის შეიძლება მაგალითად ინგლისელს არასდროს შეიძლება ეს არ მოუვიდეს აზრად იმიტომ რომ არ ჭირდება მაგრამ ჩვენ ასეთი კონკრეტული საზოგადოება ვართ აი ამ კულტურით არ არსებობს საქართველო არის მარადიული კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბიძინა ივანიშვილი და მისნაირი რუსები და ეს არ ნიშნავს ეთნიკურ რუსობას მე ვლაპარაკობ იმ ღირებულებათა სისტემაზე რომელსაც ფულის იქით არაფერი აინტერესებს და ყველაფერში უყარს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი მათ შორის ოჯახის წევრებშიც და ცხოველთა სამყაროშიც, ფლორაშიც და ფაუნაშიც, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინაღობები. აი იმ გზაზე, რომელ გზაზე და ჩვენ უნდა მუდმივად ვიარსებოთ. არც ის არის უბრალოდ მითები მოგონილი, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი,
ჩვენ წმინდა ნინო ეს ყველაფერი უკავშირდება უნიკალურობის აღქმას, საკუთარი უნიკალურობის აღქმას და იმ განცდას რომ სანამ ზე ანათებს მეორედ მოსვლამდე ჩვენ აუცილებლად ვიქნებით. ეს არის მთავარი და ეს უკვე დროის საკითხია, ტექნიკის, გამართლების, ბევრი რამის. ანუ პროტესტზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმის მიუხედავად რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. როგორია დღევანდელი პროტესტის სახე? ხო, განსაკუთრებული. იცით რატო? განსაკუთრებულს რას გულისხმობ, იცით? სხვათა შორის მართლა ასია რა, ასეთი მრავალ მხრივი პროტესტი პირველად არის საქართველოში, რას გულისხმობს რა. ყოველთვის ისე იყო, რომ რაღაც ერთი ლიდერი ჩნდებოდა, ამ ერთი ლიდერის ქვეშ მე იქნებოდა აი ეს რაღაცა სუბორდინაცია დავარქვა თუ პირამიდა თუ რაც გნებავთ და აი ასე მივდიოდით იმ გამარჯვებამდე, როცა მივდიოდით. ასე იყო, ზედგამსახურდია ტყუილურავად არ მიხსენებია, ზვიათთან ერთად მერაბ კოსტავა, იმიტომ რომ მე რაღაც ადამიანი მთელი ამბებით, მაგრამ თავი ასე თქვა წამყვანია იმ გამარჯვების დამოუკიდებელი საქართველოს დაფუძნების თავი ასე თქვა შემოქმედი იყო ზვიათგამსახურდი. კი ბატონო. ასე იმიტომ რომ ხალხი მან აიყოლია, მარტივი ამბავია. ხო, მეორე თქვა 2003 წლის ეს ამბები, სადაც ასე თქვა ასევე გამოიკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაცა იყო გუნდურობაც, რა ძალიან კარგია. თავისთავად მაინც აი ერთი ლიდერი კი, ისტორიაშიც ერთი ადამიანის სახელი რჩება, ანუ ორივე ამ შემთხვევაში. 2012-იც სამწუხაროდ ნახეთ დემოკრატია გამოიყენეს ამ ადამიანებმა საკუთარ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, დემოკრატია გამოიყენეს. იქაც თქვათ აი იქაც ერთი ბიძინა ივანიშვილი გაჩნდა, იმიტომ რომ პირდაპირ თქვათ ჩავხედოთ კლევებს, არავის რეიტინგი არ ქონდა მაშინ. და აი ამ ბიძინა ივანიშვილმა როგორც ერთმალ ახლა არის ძალიან ასე თქვათ როგორ უნდა ვთქვათ იცით ერთ ციფრზე რამდენიმე სვეტია. ჯერ ერთი სახალხო ცალკე არის სახალხო მოძრაობა. თვით ნაბადი, აი თვით ცოცხალ ორგანიზმს გავს აი ეს რა ქვია პროტესტი. ახლა ვიღაცას გონია რომ თითქოს შემცირდა, არ არის ასე. ნახეთ როგორ არის ცოცხალ ორგანიზმს უნდა შევადაროთ ეს რა. როცა შესაძლებლობა ეწურე, აი იმალება საქართველოს როგორ გადარჩა. ქართველები როგორ გადარჩით. მოდიოდა მტერი, მე ვიმალებოდით კოშკებში, ციხეებში, მთაში ავდიოდით, ცოტა ხანი მე ისევ გარეთ ამ გზას გავდივართ ახლაც. ეს პროტესტი სწორედ ამ გზას გადის. ეხა კი, თითქოს ისე ჩანს, რომ გარეთ ვიტევს უფრო ბიძინა ივანიშვილი და თითქოს აი რაღაც კი, მაგრამ ეს არის გადაჯგუფების ძალების მოკრების და თავიდან გამოსვლის. თქმა უნდა, აქ აუცილებლად იქნება კიდე ერთი ესე თქვათ ერთი ამბოხი. ერთი 300,000-იანი. რასაც წასულა რა, მოდი პირდაპირ. ბრაზი არათუ არ წასულას ბრაზი იზრდება. რა თქმა უნდა, მე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ არასდროს საქართველოში თბილის არ გაცდენია არაფერი. ამბავ თბილის არ გაცდენია, ლიტერატურაში ჩავხედოთ. 90-იანი წლების ამბავიც აი აკამორჩილაძეს მამლუქი აქვს, რომლის მოქმედებაც ხდება ხონში, ან როგორც აღწერს არასახელებს, მაგრამ ნუ ხვდები რომ ხონია და იქ აი 90-იანი წლების ამბები ჩადის ასე რაღაც აი გვიან. როგორ შორს მოხდარი რაღაცა. ხო და აქაც როგორ არის, ნახეთ, ეხლა ეს არ არის. ეს ასე არ არის. ახლა აი ამ პროტესტმა თითო სახლში ჩაიბუდა, აი ყველგან შევიდა, კი. გარდა იმისა, რომ ჯერ ქალაქები, რომლებიც ხაშურში პროტესტი არასდროს არ ყოფილა რა. და ნუ ხა ბათუმი ყოველ თქვა ქუთაისშიც ამასშტაბის არა და დიდ ქალაქებსაც გაცდა, ანუ რაც ძალიან იშვიათია. და მართლა აი ციხე ავიღოთ აქ და უწყვეტი რეჟიმში მიმდინარეობს, რამდენი კაცი დგას ამას არსებითი მნიშვნელობა, საერთოდ 9 ხერხეულზე და არსებობს ადგილები, სადაც ერთი ადამიანი დგას. ჩვენ ვართ კულტურა, რომელიც დგას 9 ხერხეულზე, დათვლილ ტიპებს. 9 ხერხეულზე და აი ხტები, თითქოს ხო არ ვართ ის კატეგორია, ფულსაც არ ვითვლით. მაგრამ იმას ვიტყვით. ჩვენი კულტურა კი ასია 9 ხერხეულიძეზე თითო აი რაზე ვითვლით ადამიანებს რომლებმა რამდენმა კაცმა მოგო რამდენ კაცს ცოტაზე იყო. პროტესტის ცოტა ბევრი არა 9 აპრილი იგივე გავიხსენოთ რა გონიათ 9 აპრილამდე პროცენტულად რამდენი კაცი მონაწილეობდა და რამდენ ადამიანს ჯეროდა 7 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის. ცოტას. ძალიან ცოტას. მე მახსოვს 2003 წელი. მაშინ 20 წლის ვიყავი და ფოტოგრაფიით ვიყავი, ახალი გატაცება მქონდა, რაც ბუნებრივია ასაკიდან გამომდინარეც და იქიდან გამომდინარეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, მეორე კურსზე ვიყავი. და მახსოვს ძალიან კარგად ფირის ფოტოაპარატით ვიღებდი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს. და 8 ნოემბრის
22 ნოემბრის 2008 წლის 22 ნოემბრის ღამეც წასული ვარ 8 ფირით. და პირველი 7 ფირი გადაღებული არის ისე, რომ აი სათითაო ადამიანის ინდივიდუალური პორტრეტები ჩანს ფაქტობრივად მე რა. უცბად მოვიდა ბევრი ხალხი. და უცებ მომტრიალდი რაღაც მომენტში და ერთი ფირი არის სრულიად უფოკუსო. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხალხი იყო ზღვა უკვე. ეს მომენტი აუცილებლად, ეს მომენტი ყოველთვის დგება, ნებისმიერ პროტესტს აქვს თავისი კულმინაცია, რომელიც აუცილებლად ეს ბრძოლა რთული ნინო რა. აი ხლა რა ბრძოლაში ჩვენ ვართ ეს, იმიტომ რომ მტერი არის ძალიან რთული. მოდი პირდაპირ თქვა, ხა ჩვენ ბიზინა ივანიშვილს ვარქმევთ სახელს და გვარს, თორე ჩვენ ვიბძით რუსეთის იმ გავლენის რაღაც ჰიბრიდული კაკებეს თუ რაღაც მოცემულობებს მანიპულატორული პროპაგანდით. ნახე, სომხეთმა დაიწყო თუ არა დასავლეთისკენ სიარული ის მესიჯები, რომელიც საქართველოში ისმოდა გადაინაცვლა სომხურ ენაზე, რომ ომი რაღაცა მესამე ფრონტი, მეოთხე ფრონტი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის რუსეთში დაწერილი გეგმა, რომელიც რაღაც დონემდე იმუშავებს, შეიძლება ამან იმუშაოს, მაგრამ მუდმივად ეს ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ გავაკეთეთ. ალტერნატივა არ არის ეს. აი მე სულ ამას ვამბობ. რა კითხვა არის, გავართ იდეოლოგიური, შეიძლება ჩვენ აი მაგალითად სხვაობა არის ჩვენსა და ლელოს პოლიტიკურ გუნდში ვამბობ, პირობითად ვამბობ. ბევრ ხალხშიც თქვათ, ხო, იქ რაღაცა ვიღაცა მემარჯვენეა, ვიღაცა მემარცხენეა, პროტესტის მონაწილეებს გულისხმობ. მაგრამ ამ ადამიანებს აერთიანებს მთავარი და ფუნდამენტური ღირებულებები, რომ მე ვარ ქართველი, მე ვარ ევროპელი, მე ვარ დასავლეთის ნაწილი და მე პოლიტიკურად მე მინდა ადამიანის უფლებების სივრცეში ყოფნა, სადაც მე როგორც ინდივიდი დაცული ვიქნები. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და მეორე მხარეს ალტერნატივა არ არის მეთქი ამას ვამბობ. აი არ არსებობს ღირებულებითი სისტემა, ეს არ არის. ქართული ოცნება არ დგას ღირებულებით სისტემაზე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორჩილებაზე დამყარებული ერთობა. ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ და ვნახეთ ჩვენ ხო რაღაცა ეს კლანური მორჩილება. კი, იმ განხილვებზე რა დავინახეთ, ხო ვისაც ყური აქვს ისმინოს, ტყუილა არ არის, ნათქვამ იქ რა უნდა თუ აჩვენონ ერთია, მაგრამ რა ჩანს მეორეა. იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არ არის გუნდი, რომელიც ერთმანეთის პატივისცემად. ეს არის გუნდი, ეს არის კლანი, რომელიც იმართება მაფიოზური მეთოდებით. ნახეთ, მე მირჩევნია და ვიტყოდი, რომ ეს არის ალტერნატივა, თუ კი ისინი იტყოდნენ, რომ ჩვენი გადარჩენის გზა არის რუსეთი. ხო, უბრალოდ ამას დასაბუთება სჭირდება მაშინ. მოკლედ ვიკამათებდით და ან მოგეწონებოდან ესენი არიან ტყუილზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ანუ ადამიანები თვითონ დადიან ევროპაში, ყავთ შვილების ამერიკის მოქალაქეები, მეგობარი აქტის რატო ეშინიათ, იმიტომ რომ უმრავლესობას ამერიკის მოქალაქე ყავს შვილი. და ელოდებიან იმებს, რა ქვია, ჩემი შვილის დეპორტაციებს ელოდებიან მათი შვილებს. ასწავლებელ ფულებს ელოდებიან ამერიკისგან. რომ უნდათ რომ მისი შვილი ამერიკამ დააფინანსოს $500,000. და ამ დროს მე მეუბნება რომ შენ არ ვარ ამერიკა. შენთვის ცუდია. ხო. ანუ შენი შვილისთვის არ არის. მეორე საქართველოს მიყავთ რუსეთისკენ. ეს არ არის ღირებულებები. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე, ეს არის სიყალბე და ქრისტიანობა, რომელსაც კი იყენებენ თვითონ და რაღაც ღირებულებებზე და იმაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ქრისტიანობაში არ არის დავარული, რაიც არა გაცხადდეს. ხო და დამთავრებული ამბავია, მაგრამ ერთი ძაბლა ადამიანი ყველაფერს ხედავს და საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად დამარცხდება, ეს არ არის ლოგიკური. შეიძლება რაღაც პერიოდი გასტანოს, ისე როგორც გასტანა და უშუალოდ რაღაცამ უფრო დიდხანს, ახლა დრო აჩქარებულია. დრო ძალიან აჩქარებულია და 70 წელი ამას არ დასჭირდება, ეს ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია თქვა, ისევე როგორც არ დაჭირდება ამ ადამიანების ლუსტრაციას არ დაჭირდება უკვე 100 წელი. ჩვენ ცხოვრობთ ტექნოლოგიურ ინფორმაციულ ეპოქაში და ყოველი ის ადამიანი, რომელიც რეჟიმის სახურია დღეს ამ სიტყვას არ მოვერიდები არასდროს და ეს ფაქტია. ყველა ის ცრუ მოწმე პოლიციელი, ყველა ის ზონდერი, ყოველი ის ადამიანი, რომელსაც რეჟიმი იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, ამ ადამიანების სახელები და გვარები ჩვენ ყველამ ვიცით. და კი, ცრუ მოწმეებს ვიმახსოვრებთ. ეს ფრაზაც, რომელიც ამ ბრძოლაში იშვა, ეს ხო ცარიელი სიტყვები არ არის, ეს ნიშნავს პირდაპირ რომ ის ადამიანები, ვინც ღირებულებები ადამიანის როგორც ღირებულების წინააღმდეგ იბრძვის, ამ ადამიანებს საზოგადოებაში არ ექნებათ ადგილი და ისინი ვეღარ იქნებიან საზოგადოების წევრები. თავებს ეწინააღმდეგებიან, იცით, მე ხა ძრო აღარ არის ამისი, თორე ჩახედონ მაგალითად სისტემა, საბჭოთა სისტემა, რომელიც გაუსწორდა მე ამ სისტემის შემქმნელებს ის ხალხი, როცა აცნობიერებენ რა აკეთეს. ან როდესაც მათ მიადგა უკვე სისტემა, მე როცა ფილოსოფიური აზროვნება დაიწყეს ფიქრი, რატო, ხო, ამ კითხვა რო დაასრულეს და მიხვდნენ რას აკეთებდნენ, აი ჩანაწერები ნახონ. ამიტომ, რა ვიცი, აგერ საცოდავის ადამიანი ციხეში გარდაცვლილი, ხო, ჯერ გარდაცვლილი დავარქვათ, მოკლეს თავისიანი. გაწირეს ღმერთმა იცის რატომ, როგორ ამას ყველამ ვერ გაარკვევს.
ორი უბედურებაა ეს. ერთი ის რომ ეს ადამიანი მოკლეს და მეორე ის რომ მისი ჭირისუფალი სამართალს ვერასდროს ვერ იპოვის. არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საგამოძიებო სისტემა. სანამ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება არის, თუმცა ესეც არის ნამდვილად დროებითი. აი ციხეში გარდაცვლილ ადამიანამდე მივედით და დავასრულოთ უნდა აუცილებლად სამწუხაროდ ეს დრო ძალიან სწრაფად გავიდა და ამჯერად პირველად მიმართავ ციხეში რეჟიმის უკანონო პატიმრებს იმ ადამიანებს, რომლებზეც დგას დღევანდელი პროტესტი დიდწილად და მათი თავგანწირვა არის სამაგალითო და მათი თავგანწირვა აუცილებლად მოიტანს იმ შედეგს, რისთვისაც ისინი იბრძვიან. თქვენ არ ხართ მარტო მეგობრებო, საზოგადოება თქვენთან არის, ქართველი ერი თქვენს გვერდით არის და ყოველი ჩვენი თითოეული პატარა გადადგმული წინ ნაბიჯი არის თქვენს მიერ გადადგმული 10 ჯერ უფრო დიდი ნაბიჯი. მადლობა ბრძოლისთვის. მადლობა ყველას, ვინც არ ჩერდება და ვინც არ შეეგუება საქართველოს დაკარგვას და ამ ფრაზით მინდა რომ დაგემშვიდობოთ ზუსტად ერთი კვირით. უღრმესი მადლობა ვანო წერეთელს ამ საინტერესო. დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, საუბრისთვის, კარგი იყო ძალიან. დიდი მადლობა. გემშვიდობებით ერთი კვირით, დროებით.